ქართული ჯგუფი ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჟურნალისტებს ქობულეთში 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაათვალიერებინა, რომელიც 2006 წელს ქართული ჯგუფის მფლობელობაში მყოფმა კომპანია აკვაცენტრმა შეიძინა. ნაციონალური მოძრაობის ბრალდებით ქართულ ხელშეკრულებით აღებულ იმ პირობას არასრულებს, რომლის მიხედვითაც ამ ტერიტორიაზე დასასვენებელი კომპლექსი უნდა აშენდეს. გიორგი ბძილაურის განმარტებით კი ხელშეკრულებაში კონკრეტული ვადა გაწერილი არ არის. ტერიტორიაზე კი გამწვანების სამუშაოები წლებია მიმდინარეობს და 2006 წლიდან ამ დრომდე 50,000-ზე მეტი ხე დაირგო. უძილაურის თქმით, დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება. შეგვიძლია დავამშვიდოთ ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ეს მიწა რაც აქ შესყიდულია, მართლაც იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ აშენდეს ეს აქ დასასვენებელი კომპლექსი. იქ იყო ნათქვამი, რომ თითქოს აქაურობა არის ნაგვით სავსე, თქვენ ყველანი აქ ბრძანდებით, მინდოდა რომ გენახათ ეს ტერიტორია და ხედავთ რამდენი ახალი ნარგავია. ადრე აქ იყო ბუნკერები, სამხედრო ბუნკერები, რომლებიც ამჟამად უკვე აღებულია, გაწმენდილია ეს ტერიტორია, შემოტანილია ახალი ნიადაგი და მზადდება ტერიტორია იმისთვის, რომ ეს გახდეს მიმზიდველი, ძალიან კარგი, ერთ-ერთი ულამაზესი რეკრეაციული ცენტრი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც აქ გაშენდება, რომელიც მოემსახურება ტურიზმს.